ბაჰარ, სად მიდიხარ? ბაჰარ, მოხდა რამე? რა დაგემართა? არაფერი, ყველაფერი რიგზეა. ოღონდ დავიღალე და დასვენება მინდა. მართლა. მოიცადე, მართლა ყველაფერი კარგადაა? ხომ გითხარი ელფინ, მოგვიანებით გნახავ მეთქი. რა მოხდა ძამიგო, შეწუხებული ჩანხარ? ბაჰარიც აღელვებული იყო. საავადმყოფოდან გაიქცა. მითხარი რა მოხდა? არაფერი. როცა გავდიოდი თბილად საუბრობდით. იჩხუბეთ შენ და შენმა შეყვარებულმა. შეყვარებულები არ ვართ. ალბათ არც არასდროს ვიქნებით. ძმაო, ვიცი არ მოგწონს რომ ვერევი, მაგრამ როცა ბაჰარს სიმართლეს მოუყვები, დამიჯერე ახარ დაიტანჯები. ის აუცილებლად გაგიგებს. მინდა რომ ბედნიერი იყო. დაო. ვიცი, მაგრამ თუ ბაჰარ სიმართლეს მოუყვები, საფრთხე შევუქმნი. სჯობს ჯერჯერობით არ იცოდეს. არ ვიცი, სიტუაციას როგორ გამოასწორებ. მაგრამ ეს სწრაფად უნდა გააკეთო. თორემ ბაჰართან ურთიერთობა აღარ შეიცვლება. ერთი აზრი დამებადა, თუ ეს გამომივა, ვიცი რომ მოგეწონება. ვიცი. იმედია. გამარჯობა დემირ ბეი. შეგვიძლია გაგწეროთ. გმადლობთ. მაგრამ სახვევს ჯერ ვერ მოხსნით. გასაგებია. კიდევ ერთხელ გმადლობთ, ექიმო. ბაჰარ ზვირფასო. სად იყავი? ვთარდობდი. სუფთა ხაირი ჩავისუნთქე აისუნხანიმ. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ცუდად იმოქმედა. მართალი ხარ. სწორად მოიქეცი. ამან ყველაზე სერიოზულად იმოქმედა. ბაჰარ. მოდი აღავადეულიოთ და ვილაპარაკოთ. კარგი. წადი, გამოიცვალე და მოდი. მე კი ფამუქს ყავის მოდუღებას ვთხოვ. კარგი. გემრიელია. ძალიან გემრიელი. თებში მომაწოდე. მე მივცემ შენ დაისვენე. ჩემს დიშვილს გემრიელი წვნიანი მოვუმზადე. ძალიან მოგიხდება. გმადლობ დეიდა. ღმერთმა შეგარგოს. რა კარგია. ჭამე სანამ გაცივდება. ზვირფასო, ერთი ხელით როგორ შეჭამდა დალევ. ეგ არაფერი. ამასაც ვამოძრავებ. სახვევს ჯერ ვერ მოვიხსნი. მადლობა ღმერთს. რა ბედნიერებაა რომ კარგად ხარ. ჭამე, ჭამე შვილო. გამომართვი? კი, მაგრამ ცხვირს რატომ იბზუებ?
დეიდა, ხომ იცი, რომ დიდად არ მიყვარს. ძვლების წვნიანი ხომ მოტეხილობისთვისაა. ჩემს ძმას კი მოტეხილი არაფერი აქვს. გაჩვდი, გამომივიდა აქ ჭკვიანი. გახსოვს, ღვიძლის პრობლემა რომ მქონდა. არტიშოკს გიმზადებდი და შეწუხებული სახით ჭამდი. ექიმა კი მითხრა, ყოჩა, ჰაჯერ, სწორად მოიქეციო. რა კარგად მოიქეციო. ხო, ასეთ რამეებში ვერ ყვევი. მიდი, ჭამე წვნიანი, ჭამე. პური დამავიწყდა. ახლა მე მოვიდან, შენ კი ჭამე. სულ დამავიწყდა. უნდა გეთქვა ყოჩა ჰაჯერ. მართალი ხარ. შეცდომები დავუშვი. არ ვიცი შეძლებ თუ არა ჩემს პატიებას. მრცხვენია, მაგრამ ვერაფერ შევცვლი. მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია. დედა, პირობას გაძლევ, რომ ყველაფერს გამოვასწორებ. როგორ გამოვასწორებ, შვილო? როცა ბავშვი გეყოლება, რომელი შეცდომის გამოსწორებაა შესაძლებელი? მართალი ხარ. ვერაფერი გამოვასწორე. მაგრამ არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო. თავარი შეცდომა დავუშვი, როცა არ დაგიჯერე. დედა, თუ თარიქთან დაშორების ნებას მომცემ, ბავშვს თვითონ გავზრდი. თბილ და შვიდ ოჯახურ გარემოში. ასე შევძლებ საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას. ძალიან მაწყენინე და გული მომიკალი ხაზან. ახლა იმას ვცდილობ, რომ ჩემი შვილი ნორმალურ, სრულყოფილ ოჯახში იზრდებოდეს. შენი და თარიქის სოდვებზე პასუხი არ უნდა აგოს. ამას არ დავუშვებ. ბავშვი მამის გარეშე უნდა გაიზარდოს. უპასუხისმგებლო, უვარგის მშობელთან გაზრდას, სჯობს მამას საერთოდ არ იცნობდეს. ბავშვი ჩემს ბედს არ გაიზიარებს. ვის სჭირდება ისეთი მამა, რომლის გვერდით ყოფნაც სამარცხვინოა? ვის სჭირდება ასეთი ადამიანი? რომელ ოჯახს? ხაზან, შვილო, ნუ გეშინია, ჩემო ლამაზო, ნუ გეშინია. პირდები რომ არ დავუშვებ, პატარა მშენი ბედი გაიზიაროს. იმ დროს გვერდით უფროსი არ ვყავდა. ის ადამიანი, ვინც მამა შენს თავის ადგილს მიუჩენდა. მაგრამ გპირდები, ხაზან, გპირდები, რაც არ უნდა იყოს, თარიქს კაცად ვაქცევთ. სულ შენ გვერდით ვიქნები. სულ გვერდით ვიქნები, შვილო. მე გავაღებ. მე ვარ დედა. აქ რა გინდა? გითხარი მოგვიანებით ვილაპარაკოთ მეთქი. ხო, ასია დედა, მაგრამ ამ ამბის მერე მშვიდად ვერ ვიჯდები. ხაზანთან დალაპარაკების უფლება მაინც მაქვს, ხომ ასია?
აქ ილაპარაკეთ. ოღონ დიდხანს არა. ბაჰარ მას მერე რაც ქოხიდან დაბრუნდი ხმას არ იღებ ჩაფიქრებული ხარ იქ რამე მოხდა დემირმა ხომ არ გაწყენინა არა, არ უწყენინებია. ისეთი არაფერი მომხდა რა, რაც არიცი. ჭრილობის შეხვევის მერე ჩაგვეძინა. მას ერთ კუთხეში ეძინა. მე მეორეში. შემდეგ თქვენც მოხვედით. სულ ეს იყო. ასეა. აბა რა უნდა მომხდარიყო? არ ვიცი ბაჰარ. დემირი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ გულჩაწყრობილია. ამის გამო უხეშია. ვიფიქრე იქნებ, რამე გითხრა და გული გატკინა. კარგი. უკვე გვიანია ძილის რვა. აფისთვის გმადლობ და საუბრისთვის. ახლა წავალ. ძადი საყვარელო. დაისვენე. ხამემშვიდობისა. ხამემშვიდობისა. მხოლოდ დედას გამო გამოვედი. შინიდან ახოც კი არ მინდა. ამიტომ მითხარი რაც გინდა და წადი. მე მგონი ჯერ შენ უნდა ილაპარაკო. ეს ამბავი შემთხვევით რომ არ გამეგო დამიმალავდი? რომ ვცოდნო და რა შეიცვლებოდა? ჩემი გადაწყვეტილება მტკიცია. კარგი, ადრე ვწდებოდი. ამის გამო აღარ მენდობოდი, მაგრამ როგორც კი გავიგე რომ მამა გავხდები, მაშინვე ჭკუას მოუხმე. გეფიცები ყველაფერს ვიღონებ რომ შენი შესაფერისი გავხდე. თარიკ, ამას ვერ დავიჯერებ. ადრინდელი ხაზანი აღარ ვარ. ძალიან კარგი გაკვეთილი მივიღე. შეცდომას აღარ დავუშვებ, რომ დედა არ გავანაწყენო. ის რაც დღეს მოხდა, ესეც შეცდომაა? ესე იგი არ მოგენატრე? ეს იმიტომ გითხარი, რომ განქორწინებაზე დამეთანხმებინე. სხვა მიზანი არ მქონდა. არა, ჰაზან. ნუ არ ყოფ, ვიცი რომ გიყვარ ვარ. ნება მომეცი შენი პატიება დავიმსახურო. არა, თარიკ, შენი არ მჯერა. დედას როგორმე დავარწმუნებ და განქორწინდებით. ბავშვს კი თვითონ გავზრდი. მარტო გავზრდი. შენ გარეშე. ჩემ გარეშე გაზრდი? ამას მარტო ვერ გადაწყვეტ, ხმის უფლება მეც უნდა მქონდეს. ეს დიდი ხნის წინ დაკარგე. შენი წყვილების გამო. ეს ჩემი შეცდომებია და ამის გამო ბავშვი დასჯი? ჰაზან, ბავშვი მამის გარეშე არ უნდა იზარდებოდეს. დედა შენმაც კი მხარი დაგვიჭირა. უსამართლოდ მეკცევი.
უსამართლობაზე სიტყვაც არ დაძრა. მატყუ არა. დედამ ხარი გულით კი არ დაგვიჭირა. იძულებული გახდა. ერთხელს ისიც მიხვდება, რომ ჩვენი განქორწინება ყველასთვის აჯობებს. შენთან სალაპარაკო აღარ მაქვს. მოშორდი. კარგი ჰაზან. ახლავე წავალ, მაგრამ თემა არ დახურულა. ბევრს ვიმუშავებ და დავამტკიცებ, რომ კარგი მამა ვიქნები. ახლა ჩემი არ გჯერა, მაგრამ მალე დაინახავ, რომ ცდები. შენზე და ჩემ შვილზე უარს არასდროს ვიტყვი. თუ შანს მომცემ, არასდროს მოგატყუებ და არც გულს გატკენ. აი ჩაიც მოგიტანა. მადლობა. ერთ რამეს კითხავ, ძმაო. გისმენ. შენ და ბაჰარი საავადმყოფოში რაზე საუბრობდით? მითხარი, რომ შეყვარებულები არასდროს გახდებით. ბაჰარმა გაწყენინა? არა. უпросторად მე ვაწყენინე. მითხარი, რა მოხდა? მაპატიე ბაჰარ, არ დავაკაკუნე ვიცოდი, რომ არ გეძინა. რძე მოგიტანა. გმადლობა, მუქ. არაფერ ჩემო ძვირფასო. როგორ მიხვდი, რომ არ მძინავს? ბაჰარ, ჩემი გაზრდილი ხარ. როცა გიყურებ, მაშინ მევხვდები, რომ რაღაც გაწუხებს. გეტყვი. ოღონ ჩვენ შორის უნდა დარჩეს. დამპირდი. ძმაო, სიტყვა მეგობრის მაგიბრად რომ გეთქვა მიყვარხარო, ახლა თავს ბედნიერად იგრძნობდით. აი სუნი რომ სასტუმროში გენახა, ამას ნამდვილად არ ეტყოდი. ის ყველაფერს იკადრებს. ყველაფერს ოღონ თავის მიზანს მიაღწიოს. წარმოიდგინე, საკუთარი თავი აცემინა და ბაჰარს რას უზამს. აი სუნმა არ უნდა იცოდეს ჩვენ შორის რა ხდება. ფამუქ დემირის გამო გული მტკივა. მართალი გითხრა, თავიდან არ მომწონდა. მახიზიანებდა კიდეც. მერე კი რაღაც მოხდა. როცა გავიცანი, მივხვდი, რომ განსაკუთრებული იყო. როცა ჩემ გვერდით არის, გული გამალებით მიცემს.
მუცელში პეპლები დაფრინავენ. თვალებში რომ ვუყურებ, მთელი სამყარო ჩერდება. თითქოს ამ ქვეყნად მხოლოდ ჩვენ ვართ. იქნებ ეს სიყვარულია. კინოში რომ მიდიოდი ისეთი აღელვებული იყავი. მივხვდი რაღაც ხდებოდა. ეს ძალიან კარგია. შენ რა დემირი გიყვარს ბახარ? ახლა რა უნდა გიქნა? საქმე არც ისე კარგადაა. თურმე ეს ყველაფერი თავად მოვიგონე. დემირისთვის მხოლოდ მეგობარი ვარ. ეს თავად მითხრა. ჩემი გრძნობა ცალმხრივია. რას ამბობ ბახარ? საიდან იცი რომ ცალმხრივია? შეიძლება დემირი ერიდება აისუნჰანიმის წინაშე თავისი გრძნობების წარმოჩენას. ჩემი მართ გრძნობა რომ მქონდეს რატომ მოერიდებოდა? განა რას იზამს აისუნჰანიმი? ამას ჩემს დასამშვიდებლად ამბობ არა? ასე მომშვიდებ. მომისმინე საყვარელო. ზოგიერთი ადამიანი მალავს თავის განცდას. სიტყვებით კი არა, გამოხედვით, დამოკიდებულებით. საქციელით ცდილობს საყვარელი ადამიანის გაბედნიერებას. მეც ასე მეგონა, მაგრამ შევცდი. სიყვარულს იგრძნობ. თუ დემირის მიმართ ეს განცდა გაქვს, ისიც გამოამჟღავნებს თავის გრძნობას. როცა ამისი დრო მოვა. ასეთი ოპტიმისტი ვერ ვიქნები. გული არ გაიტეხო. დრო ყველაფერს განსჯის. ახლა კი დაწექი და ისვენე. კარგ განწყობაზე დადგები. რძეცდალია. მიდი. Qoçaq şilo. Qoçaq. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ. ძალიან. რატომ? ჩვენი მეგობრობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას მისი პასუხებით უნდა მიმხვდარიყავი. ბახარს დემირი უზომოდ უყვარს. შეიძლება დემირს ის მეგობრად მიაჩნია, მაგრამ ბახარს შეუძლია თავი შეაყვაროს. ვინ იცის რა მოხდება? რადგან არ მოკვდი? დაიტანჯები. ზმაო, იცი, მგონი ხაფანგში ხარ. ვერც ბახართან ახერხებ დაახლოებას და ვერც აისუნს იშორებ თავიდან. არც კი ვიცი რა ვთქვა.
ფიქრობ გამოსავალი არსებობს, თუმცა მარტივი არ არის. მაინც რა? აი სუნი რაც უფრო მეტად გავიცანი, მით მეტად შესამჩნევი გახდა მისი შეობნელი მხარეები. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გულხელდაკრეფილი ჯდომას ვაპირებ. ანუ იმის თქმა გინდა, რომ არსებობს ფორმულა, რომლის გამოყენებით სამუდამოდ მოვიშორებ თავიდან ჯადოქარს, რომელსაც აი სუნი ქვია? თუ ყველაფერს გონივრულად დავგეგმავ და უშეცდომოდ ვიმოქმედებ, ის პრობლემებს ვეღარც მე შემიქმნის და ვეღარც სხვას. ერთ დღესაც შენს სურნელს ჩავისუნთქავ, მაგრამ არა შენი ნივთებისგან, არამედ მაშინ, როცა შენი თმა ჩემს სახეს შეეხება. დამელოდე ბაჰარ. დამელოდე ეს მალე მოხდება, ძალიან მალე. მოვდივარ. რა ხდება? თარიკი არ არის. მოხდა რამე? არ იცი სად არის? ალბათ საჩაიეში. კარგი დაუძახე. კეთილი იყო შენი მოსვლა. რაქანი საბოლოოდ განქორწინდი? ვერ წარმოიდგენ იქ რა მოხდა. უფალი მიცავს. და რა მოხდა? ჯერ მომილოცე და მერე მოგიყვები. გილოცავ მეგობარო. გმადლობ. მოკლედ მალე მამა გავხდები. ეს როგორ? ვისი მამა გახდები? როგორ თუ ვისი? აღმოჩნდა რომ ჰაზანი ორსულად არის. განქორწინება გაუქმდა მას შემდეგ, რაც სიდედრი ადვოკატთან მოიჭრა. ბოლოს და ბოლოს ბედმა გამიღიმა. მე და ჰაზანს ხელს ვეღარაფერი შეგვიშლის. მართალია ჰაზანი ცოტა დაბნეულია, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა. ხედავ როგორ გამიმართლა ძმაო. ძმაო გიხარია? უბრალოდ გაკვირვებული ვარ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ასე იყოს, ოსჯან. ნახავ, ყველაფერი იდეალურად იქნება. მიდი, ჩაი აადუღე, ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ. რა ზიხარ, მიდი.
Afiyet olsun kızım. შეგერგოს შვილო. Eline sağlık. დიდი მადლობა. Günaydın Aysun Hanım. დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა. Günaydın. დილომშვიდობისა. Günaydın Bahar. დილომშვიდობისა ბაჰარ. Nasılsın? როგორ ხარ? İyi uyuyup ცოტა dinlendin დაისვენე? mi? Evet. ხო, Pamuk ablamın pamukma getirdiği თბილ otuz მომიტანა. sayesinde mışıl mışıl. ახალშობილივით მეძინა. Siz nasılsınız? შენ როგორ ხარ? Teşekkür ederim. ძალიან კარგად. Dinlenmeni çok მიხარია ძალები რომ აღიდგინე. Çünkü sana çok იმიტომ რომ önemli bir მნიშვნელოვანი görev დავალება უნდა მოგცა. Ne görevi? რა დავალება? Artık უკეთ toparladım. ხარ. İşlerim დროა baştan სამუშაოს açmam შეუდგე. gerekiyor. Yani holding მესმის işini sana თავიდან çok კომპანიის basit მართვა anlayabiliyorum. გაგიჭირდება, ამიტომ O yüzden Bahar, კარგი იქნება თუ ჩვენს ფერმაზე იზრუნებ. Bizim ჩვენს ფერმაზე? დიახ, Öz dil. ოზდილების ფერმაზე. Bu yediğin კვერცხი და რძე, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, იქიდან არ მოაქვთ? Hem babanla da çok თანაც sever მამა kızı. შენს იყოფნა ძალიან უყვარდა. Sık sık birlikte იქ giderdik. ჩვენს ხშირად დავდიოდით. Orada olmak ვფიქრობ ეს მეხსიერების აღდგენაში დაგეხმარება ბაჰარ. düşünüyorum Bahar. iyi olabilir. შესაძლებელია. Hem თანაც benim de biraz ცოტას kafam გავერთობი. Çok შვენიერია. hazırım რადგან o ასეა, zaman. მოემზადე. Şeref götürsün შერაფი seni. წაგიყვანს. olur. კარგი, მაგრამ ჯერ ყავას დავლებ. რა თქმა უნდა. Kardeşim, მეგობარო, avukatın ჩემი ადვოკატი გუშინ იყო მოსული. ოჯახი არ მყავს. მითხარი ვინმე სტუმრა. ამას ვის ვხედავ? აი ჩემი იდუმალი სტუმარი ვინ ყოფილა. რა ბედნიერება? გილოცავ სიკვდილს რომ გადაურჩი. რა ხდება? აი სუნჰანინმა გამოგზავნა როგორც შუამავალი? ჩემგან რა გინდა? Anne. დედა, Senin ne თარიკ, işin var აქ რა საკეთებ? დედა შენმა დამირეკა დალაპარაკება უნდა. konuşacakları varmış herhalde. მაგიტომ მოვედი. Ben çağırdım. ასეა. Otur sen de. დაჯექი თარიკ. შენ დაჯექი. Evet Ziya Bey. დიახ, daha ზია önce ბეი, konuştuğumuz როგორც gibi. მოვილაპარაკეთ. Bahar'ın velayet სასწრაფოდ işlemleriyle მოამზადეთ alakalı საბუთები belirli ბაჰარის belgeleri მეურვეობის საკითხზე. Öğleden sonra დღეს size გელოდებით. bekliyorum. კარგი აი სუნჰანი. რამდენიმე საბუთი აკლია, მოვაგვარებ და მოვალ. შეხვედრამდე. Şeref შერებ, artık Rahat kapı olarak çalmak falan akıllı. da yok sanırım. მაპატიე. მე და ბაჰარი მივდივართ. რამეს ხომ არ გვიბრძანებ? Sana emanet. ბაჰარს მიხედე. რა გავაკეთო? ვერ ხედავ რა ამინდია. ყველგან ფოთლებია. ხვეტავ და ისევ ცვივა.
ხო, ძალიან რთულია ვერაფერს იზამ. მალე მაინც გამოზაფხულდეს, ჩაისმის საშუალება მოგვეცემა. ჰაჯერ, Ne yaptı რა senin? ქნა შენმა ბიჭმა? განქორწინდა? Ne yapsın? არა, ჯერ რაღაცა უთებია მოსამზადებელი. აგვარებს. Nasıl olsa düğünden მისი განქორწინების ამბავი ძალიან სნუგა გახარებს. benden söyle. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე. Ne diyorsun? რაზე ლაპარაკობ? Bak. Bizim ერთ პიროვნებას ვიცნობთ, რომელსაც განქორწინების შემდეგ დიდძალი ალიმენტის გადახდა დააკისრეს. Vallahi adamın საცვლების ამარა დარჩა. Kaç yıl oldu? რამდენი წელი გავიდა და ისე ვიტანჯება. Ay Allah. კარგი რა, მეზობლებო. ჩემი თარიქისგან რა უნდა მიიღონ? ნუ მაცინებთ. Tarın yok da. შესაძლოა თარიქისგან არა, მაგრამ შენგან მიიღებენ. ყველაფერს აიღებენ, რაც გაქვს. არაფერს დატოვებენ. Yarın bir gün evine შესაძლოა სახლსაც დაემშვიდობა. დაიმახსოვრე ჩვენი სიტყვები. არა, ეს არ მოხდება ძვირფასო. ჩემი შვილი სულელი გონია? არა. ამას ვერ მოესწრებით. ნახავენ, რომ ჩვენი გაძარცვა ასე მარტივი არ არის. ამას ყველა ნახავს. აი ასე. აი ასე, აი ასე. Dün gece çok düşündüm. ძუხელ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. Gördüğünüz üzere როგორც უკვე მიხვდით, taşınmak არსად გადასვლას არ ვაპირებ. hemen mahallede წესისამებრ ქორწილს გადავიხდით. herkesin ხალხიც ჯოროობას შეწყვეტს. her şey usulüne ყველაფერი ტრადიციების დაცვით მოხდება. bundan ამ sonra მომენტიდან თარიქი bizim ჩვენთან იცხოვრებს. დედა, დედა, პირდები თქვენს ოჯახს არ შევარცხვენ. იმედს არ გაგიცრუებთ. ჩვენი ოცნებები ერთმანეთის მიყოლებით ხდება, ხედავ? ჩვენ ხომ ბედნიერ ოჯახზე ვოცნებობდით, არა? Anne, დედა, მომისმინე. yürümez bu ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება. სანამდროა დავასრულოთ. kızım შვილო, sen o ეს შანსი უკვე გაუშვი. yavrum. როცა შენი ორსულობა შესამჩნევი gახდება, Yarın öbür gün kaynım büyüdüğü ჯოროობას için seni დაიწყებენ. ağzına kapatamayız. Ben bugün ჩემი ოჯახის ღირსებას და პატიოსნებას ყოველთვის ვიცავდი. არც ახლა ვაპირებ, რომ ტალახში ამოვსვარო. bu evlilik ქორწილს აუცილებლად გადავიხდით. წერტილი. ჰაზან, შეჩერდი, გთხოვ. გთხოვ, ასე ნუ იქცევი. განქორწინება რას მოგვიტანს? ორივე უბედური ვიქნებით. boşanmak isterdim. განქორწინება იმიტომ უნდა, რომ ყველაფერი წაგართვას. რა? Siz benim გონია ჩემს შვილს ჯიბე ფულით აქვს გატანილი. დედა, რას ამბობ? რას ვამბობ? იმას რაც გაიგონე. რა ხდება, ჰაჯერ? hayırdır tabii. მეკითხები? გინდა ჩემი შვილი ხელში ჩაიგდოთ, რომ მე დიდძალი ალიმენტი დააკისროთ? ჰაჯერ, შენი ადგილი იცოდე. სიტყვებს დაუგვირდი. რომ არ დავუგვირდე, რას იზამ? მისმინე, ჰაჯერ. გაჩერდი, დედა, გაჩერდი. დამშვიდი მეთქი. საკმარისია. თავი დაგვანებეთ. თავი დაგვანებეთ. რაც უნდა თქვათ, მე და ჩემი ცოლი ერთად ვიქნებით. მე ის ძალიან მიყვარს. არ განქორწინდებით. გასაგებია? ვინც ჰაზანს გაანაწყენებს, ჩემთან ექნება საქმე. არავის ვაპატიებ. მის მიმართ პატივისცემას მოვითხოვ. მისთვის მხოლოდ სიკეთე მინდა. ეს ქორწილი შედგება. ამის მოწმე ყველა გახდებით. საინტერესოა როგორ? ორი ფურუში მაქვს გადანახული, რომელიც მხოლოდ ჩემს დასაფლავებას ეყოფა. ჰაჯერ ხანიმ, ქორწილს მე ვიხდი. არი ნერვიულო. მეზობლებო, ხომ გაიგონეთ? ქორწილი გვექნება. ყველანი დაპატიჟებულები ხართ.
ალო? როგორ მიდის საქმეები? ჩემკენაც ყველაფერი რიგზია. რაღაც მნიშვნელოვან საქმეში შენი დახმარება მჭირდება, მაგრამ გთხოვს საიდუმლოდ შეინახე. არავინ უნდა გაიგოს. გთხოვ. ჰა, გმადლობ. აქ შეაჯერე, ფეხით გავლა მინდა. მოვედით. შეხედე? ოსმანი მოდის. ოსმანი აქაურობის მმართველია. ყველაფერში ის დაგვეხმარება. გასაგებია დანარჩენს მე მივხედავ. შეგიძლია წახვიდე. როცა საქმეს მოვრჩები დაგირეკავ, კარგი? მაგრამ აი სუჰანიმმა გამაფრთხილა, რომ მარტო არ დაგტოვო. შერე ბავშვი ხომ არ ვარ? ძიძა არ მჭირდება. შენ არ მითხარი, რომ ოსმანი ყველაფერში დამეხმარება? ასე არ არის? აქ სამუშაოდ მოვედი. გთხოვ ხელს ნუ შემიშლი. კარგი, როგორც სიტყვი. თუ რამეში დაგჭირდი, დამირეკე, კარგი? რა თქმა უნდა, ნუ ხელავ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ბაჰარ-ჰანიმ. გმადლობთ. კეთილი იყოს. გმადლობთ. მომეცით, წავიღებ. დიდი მადლობა. წამომყევით, გთხოვთ. ბაჰარს თქვენ გაბარებთ, რა თქმა უნდა. ნახვამდის. ქორწილი აქ გავმართოთ ეზოში. თარიქ შენ მაგიდების და სკამების მოტანა გევალება. არ ვიცი სად, მაგრამ მიშოვე და მოიტანე. კარგი დედა. კარგი, მიდი ნუ დგახარ. იმოქმედე. გოგოებო, კარგ დროს მოხვედით. მოდით. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გონულ, გითხარი რა გავაკეთოთ? ნურჯან კერძებზე იზრუნე. იმედია გაუმგლავდები. რა თქმა უნდა. ყველაფერს მოვამზადებ, რასაც მეტყვი. ელფინი დამეხმარება. სხვების დამეხმარებიან არიდარდო. გმადლობთ ნურჯან. კარგი აზრია. დეიდა გონულ, იქნებ ბაჰარცაც აქვს სურვილი, რომ შემოგვიერთდეს. არაჩვეულებრივი იქნება ელფინ, დავურეკავ. Bir saniye. ერთი წუთით მაპატიეთ. Alo. ალო, გონულ ხანი? გამარჯობა ბაჰარ. დიდი ხანი არ დაგირეკავთ. მეგონა დამივიწყეთ. არა, რას ამბობ? უბრალოდ დრო არ მქონდა რომ დამერეკა. ბაჰარ. ქორწილის გადახდას ვაპირებთ. გირეკავ რომ დაგპატიჟო. მართლა? გილოცავთ. ხო, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ხვალ თავისუფალი ხარ? რა თქმა უნდა, აუცილებლად მოვალ. გამარჯობა ბაჰარ. არ გინდა დაგვეხმარო, ბევრი საქმე გვაქვს. საჭირო არ არის ალბათ, მასაც საქმეები აქვს. არა, ყველა საქმეს გადავდებ. საჩქარო არაფერია. სიამოვნებით დაგეხმარებით. დროც ძალიან ცოტაა. ბაჰარ ძვირფასო, მაპატიე არ მინდა შეგაწუხო. არა, რას ამბობთ? მინდა რომ დაგეხმაროთ. მინდა სიხარული თქვენთან ერთად გავიზიარო. მოკლედ, ერთ საათში მანდ ვიქნები, კარგი? მადლობ ძვირფასო. დიდი მადლობა. არაფერ შეხვედრამდე.
ბაჰარი მალე მოვა. ოსმან ბეი, პრობლემა ხომ არ იქნება ახლა რომ წავიდე და მოგვიანებით მოვიდე. არა, რა თქმა უნდა, არა, ბაჰარ ჰანიმ. ძალიან კარგი. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. აისუნ ხანიმი ან შერეფი თუ დარეკავენ, შეგიძლიათ უთხრათ რომ ფერმაში ვარ და არ მცალია. ან რამე ამის მსგავსი. იმას ვეტყვი, რასაც თქვენ მოისურვებთ. შეგიძლიათ მშვიდად წახვიდეთ. დიდი მადლობა. არაფერს. ჩემოდანს დავტოვებ. ხომ უნდა დავბრუნდე? ო, რა პრობლემაა? გმადლობთ ოსმან ბეი. არაფერს. თავს გაუფრთხილდით. კარგი. გონულმა თქვა რომ მაგიდები ასე სიგრძეზე დავდგათ, მაგრამ ვფიქრობ სიგანეზე სჯობს. მეც ესე ვიფიქრე, მაგრამ სჯობს ისე გავაკეთოთ, როგორც მას უნდა. დემირ, კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ დაუგონულ, კარგ დღეს გისურვებ. გმადლობ დემირ. გთხოვ, სწორად გამიგე. რა თქმა უნდა. რა ხდება? თარიკი ჩემი დეიდაშვილია. მას მხოლოდ ბედნიერებას უსურებ, მაგრამ ჰაზანს ხომ განქორწინება უნდოდა. აზრი რატომ შეიცვალა? რატომ? მესმის რომ შენთვის სულ ერთი არ არის. ვიცი. თარიკი შრომის მოყვარეობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება. ორივესთვის ასე აჯობებს. ეცადე გაიგო. რა თქმა უნდა, როგორც იტყვი. გონულ, პროდუქტის საყიდლად მივდივართ. რა ვიყიდოთ? მე სახლიდან რაღაცების მოტანა მინდა. ნურჯანი კი მაღაზიაში წავა. რადგან ასეა, მეც გავყვები. იქ გადავწყვიტოთ რა ვიყიდოთ. მე რა ვქნა? შენ დემირ, შეგიძლია მოგავო. დამელოდე ჩანთას ავიღებ. კარგი. შემოდით. ზია ბეი, გელოდებოდით. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობთ. მეურვეობის საბუთები მომეცით და ხელს მოვაწერ. ერთი პრობლემა წარმოიშვა. რა პრობლემა? აღმოჩნდა, რომ ბაჰარის მეურვე ფამუქ ჰანიმია. ფამუქი? ეს როგორ? ძალიან მარტივად. როცა ბაჰარ ჰანიმი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, საბუთები მისი მეურვეობის შესახებ მაშინ მომზადდა. ფიქრობ, ჰარუნ ბეის სურდა, რომ მეურვე ფამუქ ჰანიმი ყოფილიყო, ყოველი შემთხვევისთვის. საბუთებში ცვლილებები არ შეუტანიათ, ამიტომ დღემდე მის მეურვედ რჩება. რეისი გაკეთება შეგვიძლია. ბაჰარ ჰანიმზე მეურვეობა რომ მიიღოთ, პირველ რიგში ფამუქ ჰანიმმა უნდა თქვას უარი მეურვეობაზე. ამ საბუთებზე ხელი უნდა მოაწეროს. აი, ამ საბუთებზე. გამიკვირდებოდა ყველაფერი მარტივად რომ გამოსულიყო. მომეცით საბუთები.
გონულ ხანიმ, მოვედი. Hoş geldin. გამარჯობა. Hoş buldum. გამარჯობა. Gönül abla. გონულ ხანიმი აქ არის? Yok. არა, İçeri gitti. გავიდა, მაგრამ მალე დაბრუნდება. Kolun nasıl? ხელი როგორ გაქვს? Daha iyi. უკეთ. გმადლობ. Demek ki ქორწილი ეზოში იქნება? Ya. ხო, Öyle. აქ იქნება. Bize de ჩემთვის ეს სიურპრიზი იყო, იმედია სიკეთის მომტანი იქნება. Ben de მითხრეს რომ დახმარება სჭირდებოდეთ. მეც ამიტომ მოვედი. iyi yaptın. შენი მხრიდან რა კეთილშობილური საქციელია. Hazal. ჰაზან. 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 სკამი მოიტანე. მოიცა. ჰაზან. ახლა დასვი. მოდი. ჰაზან. ჰაზან. თვალები გაახილე. უგონოდ არის. დემირ ალბათ წინა საქორწილო სტრესი აქვს. განერვიულებულია. შესაძლებელია, მაგრამ იქნება რამე სერიოზულია. საავადმყოფოში წავიყვანოთ. Bence hastaneye götürelim. ახლავე წავიდეთ. კარგი. მედი. Demir kolun დემირ შენ ხომ მკლავი გტკივა იქნებ ფილმეს დავუძახოთ. არა უშავს ბაჰარ, ჩემი ტელეფონი აიღე. Yani benim hiç ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ფამუქი მეურვე იქნებოდა. რატომ მაინც და მაინც ფამუქი? ის ხომ მოსამსახურეა. ალბათ იმიტომ, რომ ჰარონ ბეის ნათესავი არ დარჩა. ნუ ღელავთ აისუნჰანიმ, ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ. როგორც უკვე გითხარით, როგორც კი ფამუქ ჰანიმი საბუთებს ხელს მოაწერს, არანაირი სირთული არ წარმოიქმნება. მაშინვე ბაჰარ ჰანიმის მეურვე გახდებით. ამისთვის ფამუქ ჰანიმის თანხმობა გჭირდებათ. ესე იგი მისი ხელმოწერა საკმარისი იქნება? Tamam. კარგი. რადგან ასეა, ხელის მოწერა იქნება. თუ ასეა დროულად მოაგვარეთ. მოგვიანებით შემოგივლით და საქმეს დავასრულებთ. დროებით. შეხვედრამდე. Komşu seni kız hastaneye götürdü. გონულ შენი შვილი საავადმყოფოში წაიყვანეს. გონება დაკარგა. დემირმა ხელშეაყვანილი გამოიყვანა და საავადმყოფოში წაიყვანა. Ablam. გონულ დამშვიდი. იქნებ სერიოზული არაფერია. რას ამბობ ნურჯან? საავადმყოფოში გონება დაკარგული წაუყვანიათ ნურჯან. მოდი აქ ჩამოვსხდეთ და მშვიდდი.
ნურჯანა ქვეტაქსების გაჩერებაა. მართალია. ტაქსის მოვიყვან და საავადმყოფოში წავიდეთ, კარგი? კარგი. წამოდი. მაგიდები და სკამები ვიშოვეთ. მადლობ ძმა, უშენოდ მე პატრონეს ვერ დავითანხმებდი. არაფერს. თავარია ჰაზანი გააბედნიერო. რა თქმა უნდა. ჰაზანი ჩემი თიამახებს, ნებისმიერი საკითხის მოგვარება შემიძლია. იმდენი შეცდომა გაქვს დაშვებული, რომ სწორი ნაბიჯები შეუმჩნეველი რჩება. იმედია, ამჯერად მაინც სწორ გზას დაადგები და ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გელავ ძმაო, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. წავიდეთ და გონულ ხანიმს მაგიდებზე და სკამებზე უთხრათ. გონს რატომ ვერ მოდის? რამე სერიოზული რომ იყოს? არა მგონია. ნუ ღელავთ, პაციენტი ჯანმრთელია. ორსულობის პირველ ეტაპზე გულის წასვლა ჩვეულებრივი ამბავი. ანალიზების მიხედვით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია. ასე რომ ყველაფერი რიგზია. ორსულობა? ჰაზანი ორსულად არის? დიახ, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, სანერვიულო არაფერია, დამიჯერეთ. როცა გონს მოვა, კიდევ დავილაპარაკებთ. ოხ, თარიკ. ეს რა გააკეთე? მისგან კაცი არასდროს დადგება. გეყოფა დემირ და მშვიდი. ახლა საავადმყოფოში ვართ. ჰაზანი გონს ჯერ კიდევ არ მოსულა. მართალი ხარ. ჰაზანი ორსულად არის, მისი ნერვიულობა არ შეიძლება. დემირ, ძალიან მწუხარ. ხო, მაპატიე. ჰაზან არ გინდა ნუტერი. არ გინდა. ჰაზან, შენ საბოდიში არაფერი გაქვს. თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს თარიქია. შენ არ იღელო, კარგი? ბავშვი კარგად არის? ნუ ღელავ, ორივე ჯანმრთელად ხართ. შენ ბახარი ხარ, არა? ნეტავ ერთმანეთი სხვა ვითარებაში გაგეცნოთ, მაგრამ რადგან ასე გამოვიდა, გაიცანით ერთმანეთი. გაიცანით. ბაჰარი? ჰაზანი. მოხარული ვარ შენი გაცნობის. მეც. დედა შენზე მიყვებოდა, არაჩვეულებრივად დაგახასიათა. შენ ის ადამიანი ხარ, რომლის თვალებიდან სიკეთე ასხივებს ბაჰარ. დიდი მადლობა, მაგრამ ასე შენი მშვენიერი თვალები ხედავენ. გონულ ხანიმიც მიყვებოდა შენზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხანია გიცნობ. დეიდა, საქორწილო სუფრისთვის ჭურჭელი ჩავაწყე. კარგი, რა გაყვირებს? შეხედე, ხორცილში ამას ჩავიცომ. ძალიან ლამაზია, მოგიხდება. ხო, ლამაზია.
სულაც არ არის ლამაზი. ჩასაცმელი არაფერი მაქვს. აი სუნჰანიმის ზომა რომ ვიყო, დაბას მათხოვებდა. Teyzuşum. დეიდა რა Ne გინდა? istiyorsun? პატარძალზე ლამაზად გინდა გამოიყურებოდე. Karikatüristle და çekmeyelim. ყველა შენ გიყურებდეს? ამისთვის უკვე გვიანია, მაგრამ ადრე რომ გენახე. იმდენ ლამაზ კაცს ვუყვარდი. Sen yine დეიდა, güzelsin ახლა teyzuşum. ძალიან ლამაზი ხარ. არა ძვირფასო, უკვე აღარ. სილამაზე წლებს მიაქვს. სულ ამას გიმეორებ. სანამ ახალგაზრდა და ლამაზი ხარ ისარგებლე. თავის დროზე შანსი უნდა გამოიყენო. თორემ შენი ცხოვრებაც ისე წავა როგორც ჩემი. დეიდა, Yine dön ისევ gibi ფულზე başka bir მელაპარაკები. yere geldi. Ben de teyzuşum. სულ ველოდებოდი ამაზე ლაპარაკს, როდის დაიწყებდი. Hadi daha yapacak çok კარგი, işimiz ბევრი var. საქმე გაქვს. Toparlanmamız ნივთების için- ჩალაგება გავაგრძელოთ. Canım Allah Allah nereye ერთი toparlanmamız? წუთით. ჩვენ რატომ უნდა ჩავალაგოთ? ეს გონული საზრუნავია. თუ ქორწილის გადახდა უნდა, ყველაფერს თვითონ მიხედოს. ღმერთო ჩემო, თან ქვედა ბოლო მაქვს შესაკერი. ახლა, ქორწილის დრო იყო? Yardım რადგან etsen დახმარება არ გინდა, მე მივხედავ. olmuyor tabii. დემირ, დედა ჩემო იცის? Yok canım. არ იცის. არავის განერვიულება არ გვინდოდა. ძალიან კარგი. მაგრამ ალბათ სახლში რომ ვერ ვნახავდა, ინერვიულებდა. დამშვიდდი. მე მივხედავ. შვილო, შვილო. დედა, კარგად ხარ? დედა, დამშვიდდი, კარგად ვარ. როცა გავიგე ძალიან შემეშინდა. ყველაფერი რიგზია? ნუ ხელობ. ყველაფერი კარგად არის. ეს არის ექიმმა გვითხრა. და რა მოხდა გონება რატომ დაკარგე? ექიმმა თქვა რომ დასაწყისში ეს სრულიად ნორმალურია. დედა, სანერვიულო არაფერია. ჯანმრთელად ვარ. ბავშვიც კარგად არის. როგორ არ მენერვიულა შვილო. ურჯანს მუთხარი რომ თარიქისთვის შეეტყობინებინა. ისიც მალე იქნება. ასე რომ არ ინერვიულო, კარგი? შვილო, ჩემო საყვარელო. Pamukçum, ფამუკ, kolay gelsin. არასდროს ჩერდები. Buyurun Aysun Hanım. Oturacak ხო, აისუნ ხანი, დაბრძანდი, თითქმის დავასრულე. ალბათ შენს დაიხლებოდი, ფამუკ. Gel şöyle otur. მოდი დავსხდეთ პირისპირ დავილაპარაკოთ. Hatta bir kahve ყავას მოადუღებ, karşılıklı içelim. სიამოვნები დავლევდი. მიდი, პირისპირ. ახლა ყავას მოგიდუღებთ, აისუნ ხანი. შენთვისაც მოადუღე, ფამუკ. ნუ გერიდება. აისუნ ხანი ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ფამუკ, ცოტა დაისვენე. რა საჩქაროა? მოგვიანებით გააგრძელე. კარგი, ახლა ვემოვა. მიდი. დედა, ძალიან ფერმკრთალი ხარ. დაჯექი, ნუ დგახარ. შვილო, დაჯექი. ჩემო საყვარელო. ძალიან შემეშინდა აქ რომ მოგიყვანეს. ჩემო ლამაზო. დედა, ხომ ხედავ რომ კარგად ვარ. სადარდებელი არაფერია. ყველაფერი გადატანილი ნერვიულობის ბრალია, შვილო. რომ დამეკარგე. ჩემო ლამაზო. ბოლო დროს მეტისმეტად მკაცრად გიქცეოდი. მაგრამ ხომ ხვდები? ეს ყველაფერი შენი კეთილდღეობისთვის გავაკეთე.
Biliyorum anne. მესმის დედა, Biliyorum. მესმის. Ama ben sana თავს karşı დამნაშავედ ვგრძნობ. ne desen az bile ყველაფერში მართალი ყოფილხარ დედა. Tamam. კარგი, დამშვიდდი შვილო. Senden de ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. sağlığından da başka hiçbir şey ახლა მთავარია რომ შენ და შენი შვილი კარგად იყოთ. biliyorum. ვიცი. დედა, Ben seni bir daha გულს აღარასდროს გადგენ. şu kadar დიდი çok მღელვარება korkmayı განვიცადე და უკვე მივხვდი რას ნიშნავს დედობა. Bebeğimi kaybettiğim შემეშინდა რომ zaman ბაურს დავკარგავდი aklıma sen geldin. და უცებ შენზე ვიფიქრე. Seni üzdüğüm için ძალიან მრცხვენია რომ გულს გტკენდი დედა. benim güzel ჩემო საყვარელო, annelik her დედობა şeyden დიდ öte. განცდებთან არის დაკავშირებული. Şimdi sen de bunu ახლა anladın ხომ mı? ხვდები ძვირფასო? ხო, Bundan sonra üzülmek დამპირდი რომ აღარ იდირებ. Tamam mı? Senin Kargi. sağlığında შენი და შენი პატარა ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ben ikinizin იცოდი არ დავუშვებ რომ სადარდებელი გქონდეს. Çok güzel şeyler ახლა ყველაფერი კარგად იქნება. Yepyeni სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ ცხოვრებას, ჩემო ძვირფასო. კარგი? Tamam. ხო, დედა. Yepyeni ben სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება. Annem დედა, sana söz პირობას veriyorum. გაძლევ რომ Sana bir daha აღარასდროს yalan მოვატყუებ. söylemeyeceğim. Senden არაფერს bir şey დაგიმალავ. saklamayacağım. Sözümden და de ყოველთვის çekmeyeceğim. დაგიჯერებ. Ah benim ჩემო ძვირფასო გოგო, kınalı kuzum. ჩემო საყვარელო. თარექს ვერ დავუჯერებ. მისი ნდობა არ შეიძლება. რა უყურადღებოა. Hem evlilik hem çocuk. ქორწილი შვილი რა უცნაურია. ეს არავინ იცოდა. რა თქმა უნდა, ეს მათი პირადი საქმეა, მაგრამ გონულ ხანიმ შეიძლებოდა გულის შეტევა დამართნოდა. მართალი ხარ. Gönül ablanın işi değil. ალბათ გაუჭირდებოდა ამის გადატანა. Nasıl ის კი მოვიდა და შულს ჩაეხოდა. sarıldı kızım. ხომ ასეა? ხო. ჩვენ კი ყველამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რომ დავეხმაროთ. ხო, აუცილებლად. Gönül abla için მზად ვარ გონულ ხანიმისთვის ყველაფერი გავაკეთო. სხვათა შორის აქ მოხვედი. შენ კი სახლში გელოდებიან. თუ გინდა შემიძლია წაგიყვანო. Gideceksen seni ben bırakabilirim. რა სიტყვი? yok. არა, საჭირო არ არის. Onlar ყველას გონია რომ ფერმაში ვარ. çalışmak იქ სამუშაოდ ჩავედი. ben. Sonra gönül ქორწილის სამზადისის ამბავი გავარკვიე და წამოვედი. ესე იგი აისუნ ჰანიმმა არ იცის, რომ აქ ხარ. ასეა? არა, არ იცის. ilk günden თორემ ისე გამოჩნდებოდა რომ პირველივე დღეს სამუშაოს გავეკეცი. Ben წავალ, ყავას მოვიტან. აქ დამელოდები? ben de geleyim. შენთან ერთად წამოვალ. Biraz. გავლა მინდა. კარგი, წამოდი. Pamuk. ფამუკ, Yaşlandın artık. უკვე მოხუცდი. Harun Bey de gitti. ჰარუნ ბეი ცოცხალი აღარ არის. Sana ihtiyaç ამათ კი kalmadı. აღარ სჭირდები. Aysun Hanım kesin. აისუნ ხანიმა უფრო ახალგაზრდა იპოვა და შენ დაკითხავს. აბა დაფიქრდი. Ya bu yaştan ამას sonra აქში რა უნდა გააკეთო? Ay bu da taştan. ეს როგორ დამემართა? Allah'ım. ღმერთო, წარმოგიდგენია. Şimdi de bu çıktı. ეს აუცილებელი ზომებია. Sandığım kadar da ხარ უნარც ისეთი გულუბრყვილო ყოფილხარ, როგორიც მეგონე. evlilik sözleşmesinde მიხაროდა რომ საქორწინო ხელშეკრულებას თავი დავაღწიე. bir sürprizim. შენ კი სხვა სიურპრიზი მომიმზადე. Ama benim sana ოღონდ ჩემი სიურპრიზი მეტად დამანგრეველი აღმოჩნდება. kolay değil orada. აისუნს ასე ადვილად ვერავინ დაამარცხებს.
ასე ნუ დარბი ხარ, არ დაეცე. Yerim seni ben. რა კარგი გოგო ხარ. Tatlı bir şeysin. რა ქვია? მითხარი საყვარელო. აი სომანი. Ay hoş რა ლამაზი სახელია. gelmiş. ძალიან ლამაზი თმა გაქვს. Ben de Bahar. მე ბახარი ვარ. Kızım. შვილო, ნუ აწუხებ. მაფატიეთ ძალიან მერიდება. Yok hiç olur mu? რას ამბობთ, ბოდიშს ნუ მიხვდით. kadar tatlı bir kız. ასეთმა მშვენიერმა გოგონამ ვინ უნდა შეაწუხოს. მიუბრუნდები თუ არა სადღაც ქრება. ღმერთმა დალოცოს. გმადლობთ. თქვენც დალოცვილები იყავით. იმედია თქვენ შესანიშნავი შვილები გეყოლებათ. Yok biz არა ჩვენ istemiyorum falan. არ მითხრათ რომ შვილი არ გინდათ. Çocuktur. სახლი წარმოუდგენელია ბავშვების გარეშე. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მე შინოდა შვილის გაჩენა. ახლა ვდარდობთ რომ ბავშვი უფრო ადრე არ გავაჩინე, მაგრამ ჩვენ ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ. შვილები ადრე გააჩინეთ. ნუ დააგვიანებთ. Neyse kusura bakma. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით. ჩემი შვილი მოუსვენარია. Baksana. გარდა იმისა რომ დაგვაქორწინა, Evlendi. შვილების გაჩენაც გვისურვა. Bir de çocuk sahibi yaptı. Neyse. Davide. gidelim istersen. იქნებ ხაზარს ვჭირდებით. Evet. ხო, Haklısın. მართალი ხარ. მოიცა გაგისწორებ. Hazan. Hazan, Karıcı Rogor gibisiniz. İyiyim Tarık. კარგად ვარ. მეც და ბავშვიც. Sana bir şey olsaydı ne ძალიან შემეშინდა. Ben biraz hava მე alayım. წავალ, გავივლი. Allah ღმერთმა დამსაჯოს. Hayvanım. ჩემი ბრალი, Şeyim ben. მაბატიე. Sana neler... ძალიან ცუდად გექცეოდი. ბოდიშს გიხდი. თარიქ აქ რას აკეთებ? Ama bak gör. პირდები რომ ყველაფერს გამოვასწორებ ხაზა. გეფიცები შევიცვლები. Vallahi მას შემდეგ რაც ბავშვის ამბავი გავიგე, მხოლოდ შენზე ვფიქრობ. çocuğumuz ძალიან დარდობ. öğrendiğimden beri მართლა, aklımda bir tek siz varsınız. Öyle korktum ki. ვერ გადავიტან რამე რომ დაგემართოს. Senin saçını თქვენ ორივე ჩემი ოჯახი ხართ. Siz benim ailem. უთქვენოდ არაფერს წარმოვადგენ. Kaybedemem. პირდები რომ შენი ღირსი გავხდები. Değişeceğim ama bak. პირდები, Hak edeceğim ben. შევიცვლები. Ömür bir kez daha. ღმერთო, შვილის დაკარგვის შიშს ვეღარ გავუძლებ. Olur. შვილის ნაცვლად მე წამიყვანე. Olur bir şey. ოღონდ კარგად იყოს. Ben yaşam. მეტი არაფერი მინდა. Ay. Ah. Ay. Ah vallahi. ეს რა უბედურებაა. Ay. Çok yoruldum. ძალიან დავიღალე შვილო. Çok ağrıyor. ზურგი ამტკივდა. Tez düşün. დეიდა ისე იქცევი თითქოს მთელი ვაგონი გადმოდვირთე. Dalga geçmek ნუ istedim. დამცინი. Yorulduk herhalde. დეიდა შენი დაღლილია. Şaka maka. წარმოიდგინე, ხვალ ქორწილია. İnanılır gibi არც değil. კი მჯერა. Vallahi benim. ვერც მე ვიჯერებ. Şimdi bizim hayır. ნუ თუ ჩვენი უტვინო თარიქი ბოლოს და ბოლოს დაქორწინდება, ოჯახს შექმნის. არც კი ვიცი. İlk başta. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ყველაფერს აქვს კარგი მხარე. Başka türlü სხვა შემთხვევაში ჩემი სულელი შვილი არასდროს დაქორწინდებოდა. როგორც იქნა, ყველაფერს მივხვდი. Anladın. Evet olur. შეშლილია, მაგრამ Evlat. ჩემი შვილია Düşünmeden. და მასზე ვდარდობ.
Şimdi. ახლა თარიქს ცოლი ჰყავს. თავისი ოჯახი აქვს. სახლი და პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. Koyar tabii. ხო, ასია თან. ხაზანი ჭკვიანი გოგოა და თარიქს გამოასწორებს. Çekip çevirir. Ay, naha. onu. მეც ამის იმედი მაქვს. Hacer. ჰაჯერ. რა ხდება, სოფია? ქორწილისი საავადმყოფოში დააწვინეს. Niye რის გამო წაუვიდა გული? Ne diyorsun? რას ამბობ? რა მოხდა? Sen bilmiyorsun. არაფერი იცი? Senin gelin შენს რძალს გული წაუვიდა. Demir kucaklayıp დემირმა ხელში აყვანილი წაიყვანა და საავადმყოფოში დააწვინა. რა? Düzgün anlatsana şunu. დაწვრილებით მოგვეყევი, სად არიან, რა მოხდა? Ya bilmiyorum. არაფერი ვიცი. Hastaneye ვიცი რომ საავადმყოფოში წავიდნენ. დამშვიდი, ნუ ხელავ დაიდა. დაწყნარდი. მუდმივად ასე იქცევა, მისთვის ცხოვრება თითქოს თამაშია. Neden öyle söylüyorsun? ასე რატომ ამბობ? მათ ხომ ერთმანეთი უყვართ, ამიტომაც ქორწინდებიან. ხო, ქორწინდებიან, მაგრამ თარიქი მართალია ჩემი დეიდაშვილია, მაგრამ მისი ნდობა არ შეიძლება. ოჯახზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. თუ ერთმანეთი უყვართ, ყველაფერს შეძლებენ და შვილიც ეყოლებათ. Hem şimdi çocuk da ეს ცვლილებებისთვის საკმარისია. her şeyi değiştirmeye yeter. კიდევ სიყვარული Sevginin დიდ ძალას აძლევს ადამიანს. კარგი იქნება ეს შენც თუ გეცოდინება. რასაკეთებ? სწრაფად უნდა გათბე. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. Aklıma başka bir şey gelmedi. ხო, ბაჰარ, ასეა. ამგვარია ცხოვრება. ის დაბრკოლებებით არის სავსე. ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. Ben bir gönül გონულ ხანიმთან წავალ. Teyzoş ben de geleyim. დეიდა შეიძლება მე სამოვიდე. არა ძვირფასო დარჩი. ქურაზე საჭმელი დავადგე. გავიგებ რა მოხდა. Bakalım ne yapmış. ჩემს ერს არავინ პასუხობს. Çünkü. შემოწყობინე. კარგი. ღმერთო, ეს როგორ მოხდა? Tarık, თარიქ, sana ფიქრობ, არ მინდა შენი მჯეროდეს. her şeyden ძალიან მინდა. ama sana ne zaman მაგრამ ყოველთვის როცა ნდობას ვიჩენდი, სანანებლად მიხდებოდა. ben çok ძალიან დავიღალე. მართალი ხარ ძვირფასო. 1000 ჯერ მოგიხადე ბოდიში, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ შვილი გვეყოლება. Al bak. ძალიან მიყვარხარ, ჰაზან. Bak nasıl sizin için o. ძალიან. თარიქ, ben biraz მინდა რომ ცოტა ხნით მარდა დავრჩე. რა თქმა უნდა, ძვირფასო. ეს მარტივი არ არის, ამას დრო სჭირდება. დაისვენე, მე კი მოგვიანებით მოვა. Gel bakalım. თარიქ, შეიძლება დაგელაპარაკო.
მოდი ჩამოვსხდეთ.